დღეს ჩვენ ნახეთ თუ როგორ მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit-ი ეს არის ახალი სიახლე იმ კუთხით რომ ამ შემთხვევაში უკვე ბრიგადის დონეზე მიმდინარეობს ჩვენი შტაბების წვრთნები ერთობლივი ამოცანების დასახვა და აღსრულება 350 თამდე სამხედრო მოსამსახურეა ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამას ექნება რეგულარული ხასიათი მომავალშიც და ჩვენი სამხედრო წვრთნები ისე იქნება დაგეგმილი რომ პრაქტიკულად მუდმივად ადგილზე გვექნება ნატოს სამხედრო წარმომადგენლებთან და განსაკუთრებით ამერიკელებთან ერთად მომავალში წვრთნები. ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აღნიშნულ სწავლებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთში მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ. ISAF-ის მისიაში ჩატარებული ოპერაციების დროს ისინი ერთმანეთს ღირსეულ პარტნიორობას უწევდნენ. მე მჯერა რომ იქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ქართული არმიის შესაძლებლობების გაზრდას. სწავლება Agile Spirit-ი არის შანსი გავაგრძელოთ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების, შესაძლებლობებისა და მობილურობის გაუმჯობესება, რათა მომავალში უფრო ეფექტურად მოვახერხოთ სხვადასხვა გარემოში ოპერირება და გამოწვევებზე პასუხის გაცემა. დადგა დრო, როდესაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ეფექტურობა რეგიონში ყველაზე მკაფიოდ დემონსტრირდება. ჩვენ შორის არსებული პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება, ხოლო ეს სწავლება ძალიან პროდუქტიული იქნება.